საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა მოსამართლის განჩინების საფუძველზე მოქალაქეთა კუთვნილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხის ჯგუფურად გაფლანგვის ფაქტზე შპს საფინანსო კომპანია საქართველოს დირექტორი თამაზ ლობჟანიძე და ამავე კომპანიის ფაქტორობრივი მმართველი მერაბ ფერაძე დააკავა. გამოძიებით დადგენილია, რომ 2013 წლის 14 აგვისტოს მერაბ ფერაძის ორგანიზებით დარეგისტრირდა შპს საფინანსო კომპანია საქართველო. საზოგადოების საქმიანობას წარმოადგენდა მოსახლეობისაგან მაღალი საპროცენტო განაკვეთით თანხის მიღება. კლიენტთა მოზიდვის მიზნით ორგანიზაცია აქტიურად ეწეოდა სარეკლამო კამპანიას, რის საფუძველზეც არაერთმა მოქალაქემ ანაბრის სახით განახორციელა ფულადის შენატანი. შპს საფინანსო კომპანია საქართველოს დირექტორმა თამაზ ლობჟანიძემ მერაბ ფერაძის ორგანიზებით ნაცვლად იმისა, რომ ეწარმოებინა მომგებიანი საქმიანობა არამიზნობრივად გახარჯა აღნიშნული თანხები. კერძოდ ყოველგვარი უზრუნველყოფისა და ეკონომიური გათვლების გარეშე გასცა სესხები როგორც თავად მერაბ ფერაძის სახელზე, ასევე მის საკუთრებაში არსებულ არამომგებიან საწარმოებზე. ჯამში სესხის სახით მერაბ ფერაძეზე გაცემული იქნა მიანაბრეთა მიერ შეტანილი 10 მილიონი ლარი, 13 მილიონი აშშ დოლარი და 796.000 ევრო, ხოლო შპს განთიაძე 380.000 ლარი და 108.000 აშშ დოლარი. შპს საფინანსო კომპანია საქართველოსგან მიღებული თანხა მერაბ ფერაძემ არ დააბრუნა და გამოიყენა პირადი მიზნებისათვის, რის გამოც მნიშვნელოვანი ფინანსური ზიანი მიადგა კომპანიის 2648 მიანაბრეს და მათ მიერ კომპანიაში ანაბრის სახით შეტანილი თანხა ამ დრომდე დაუბრუნებელია. ამჟამად საფინანსო კომპანიის დავალიანება მიანაბრეთა მიმართ შეადგენს 76 მილიონ ლარს. გამოძიების მიერ დაყადაღებულია თამაზ ლობჟანიძის და მერაბ ფერაძის, მისი ოჯახის წევრების და ნათესავების უძრავი და მოძრავი ქონება, საწარმოთა წილები და ანგარიშები. ასევე ჩატარებულია სხვადასხვა საცხოვრებელ სახლებსა და ოფისებში ჩხრეკები და აქტიურად მიმდინარეობს შესაბამისი მოქმედებები დამნაშავე პირთა მიერ შესაძლო გადამალული ქონებების აღმოჩენის მიზნით. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192 მუხლის მესამე ნაწილის ბ ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს 7-11 წლამდე პატიმრობას.